მეგობრებო, ივანიშვილი ამომწვერვალება იმ უბედურების რაც გვჭირს და არა მთავარი მიზეზი და პრობლემა. მთავარი მიზეზი არის ოლიგარქია პოლიტიკაში. აი ეს მილიონერები და მილიარდერები, რომლებმაც იშოვეს ფული ყაჩაღობით, ქურდობით, ჩვენი ქვეყნის ძარცვით, ეროვნული სიმდიდრის მითვისებით, მე ეს აღარ ეყოთ და მოინდომეს მინისტრობა, დეპუტატობა, პოლიტიკოსობა და ამასობაში შემოიჭამათ ქვეყანა. ივანიშვილი მხოლოდ მათი ინტერესების გამომხატველია. ამიტომ ჩვენ მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მტერი, კლასობრივი მტერი, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ის კლასობრივი ეროვნული მტერია, ის მაქაც არია თბილისს რო ძარცვავს, კლასობრივი ეროვნული მტერია, ძმები, ეს ფხაკაძეები ვისოლში, ჩვენი ბენზინის და ნავთობის ფულით რომ დიდრდებიან, ივანიშვილთან მეაქვს, მტრებია ჩვენი, ძმები ყარამანაშვილები, ძმები შარანგიები, ძმები პაპაშვილები. ძმები ბეჟუაშვილები, მიუხედავად იმისა, ნაცია, კოცია მნიშვნელობა არ აქვს. მხეცებია, ბოროტ მოქმედებია. ეს ხალხი, ის კოხოძეები, მილიარდერები, მილიონერები, ეს ობოლაშვილები, ეს წაქაძეები, ნახეთ როგორ ამოიდგეს ენა ამ ქურდებმა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენგან არამი ფულით დასაჩუქრებულებმა როგორ ამოიდგეს ენა, როგორ გვიკითხავენ ლექციებს და როგორ ვჯელობენ გეოპოლიტიკაზე და როგორ აქცევენ და ანგრევენ ქვეყანას. ჩვენ ეს კლასი უნდა გავნეიტრალოთ. ისინი უნდა გავაძევოთ არა მარტო პოლიტიკიდან, მეგობრებო, რომ ვერასოდეს ვერ შეძლონ ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობა და ფულის კეთება. არა მარტო პოლიტიკიდან უნდა გავაძევოთ, ბიზნესიდანაც უნდა გავაძევოთ. ნუ ჩამითვლით რადიკალიზმში. ბიზნესიდან არ უნდა გააძევო ის, ვინც წასიერი გზით იშოვა ფული და მილიონები ღმერთმა მოახმაროს. მაგრამ ქარხანა რო ჩაიგდო ხელში, დაზგები რო გაიტანა თურქეთში გაყიდა და მე რო შემოაქვს იქიდან თურქული კარტოფილი თუ ესპანური რამიშველობა აქვს, პორტოხალი, რომელიც აქ უკეთესი მოდის. ესენი მტრები, ესენი არ არიან ბიზნესმენები. ამიტომ ისინი უნდა გაძევდნენ პოლიტიკიდან, ისინი უნდა გაძევდნენ ბიზნესიდან და რაც თავარია, მათ უკვე უნდა მოიტანონ მოპარული მთლიანად ყველაფერი, ჩვენი გათვლებით 100 მილიარდამდე მოპარულია მათ მიერ და დღეს ეს მილიარდების ქურდები სხედან და ფასებზე ტერიან კვერცხის ფასი, 2 თეთრი ჩოვამციროთ და ამ დროს 4 თეთრით გაწვიდა, რაც კომისია შექმნეს. და მთელია სუპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები და პროდუქცია მაგათია, ანუ მკვლელი რო იძიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაახლოებით აი ესე არიან. ჩაიდენენ დანაშაულს, ქვეყანას დააქცევენ, გვააძვირებენ, აქედან გაგვაქცევენ, დაგხოცავენ, დაგვიჭერენ, მერე ქმნიან კომისიებს, მერე ამ კომისიის შემოწმებელ კომისიას და მერე კიდევ საერთაშორისო კომისიებით ჩამოყავთ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, რომ ამ 2 კომისიის მუშაობა შეამოწმოს. წინ გელოდებათ მთავარი კომისია, ერის სამსჯავრო.